ოცნებები ხდება. ვისაუბროთ ქუთაისში ნიკიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის გადაცემულ ბინებზე. იჩვენებთ იმ სამ კორპუსს, რომლის მშენებლობა 77 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი გამოიყო. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა დევნილ მოსახლეობას ბინების გასაღებები პირადად გადასცეს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით კიდევ 4 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის ცნობა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და ახლა გაგიზიარებთ. მაგალითად, თბილისში შენდება 11 კორპუსი 2426 დევნილისთვის. ასევე ცნობილია, რომ რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის შენდება 4 კორპუსი. ზუგდიდში 1747 დევნილი ოჯახისთვის 7 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. რაც შეეხება ბორჯომს, აქ 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 1 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. 4-ვე პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინების სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. ახლა უნდა ვნახოთ ხატი აიობიძის რეპორტაჟი ქუთაისიდან და 720 ოჯახის ახალ მოსახლეობის დასაწყისი. ზაღლი არ წამოყვარა, ფრით გამოგვაცილეთ, აქედან გამოვიქეცით, მოვიხურეთ ჭიშკარი და წამოვეცით. დევნილობის გზა აფხაზეთიდან, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარიდან დაიწყო. გავიდა ბევრი წელი, ლოდინით, ტკივილით და მონატრებით სავსე. აი ეს იყო ჩვენი სახლის ჭიშკარი, ნახეთ. ხო. დიდი ეზო იყო იქ, დიდი სახლი. აგერ კიდე სახლში გადაღებული სოხუმში. ეს ნანაბეღო. აგერ ბედნიერი ხანა, ბოლო კადრები კიდე სახლის ამის მერე სუფრაც არ ყოფილა სახლში. 4 თაობა, დედა, შვილი, შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც განვლილი მძიმე წლების მიუხედავად არ დაუკარგავს მომავლის იმედი. ისტორია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყო და მათთვის სრულიად უცხო ქალაქში, ზღვის ჭერქვეშ თავშესაფრის ძიებაში გაგრძელდა. 18 წლის ვიყავი, მაშინ ვიწყებდი ცხოვრებას და უცებ ასეთი დიდი ტრაგედია და დავჭით ფაქტიურად უსახკაროდ. არანაირი იმედი, არაფერი, მხოლოდ კარგი ხალხი ეს ქუთაისის დამსახურება და რაღაცნაირად ამითი გადაგქონდა ეს, რომ არაფერი არ ქონდა ჩვენ. 4 ბავშვთან ერთად არ არის სიეული სხვისაში ცხოვრება. რო შევხედეთ, დავათვალიერეთ. კიდევ ვერ ვიჯერებდით, თან გასაღები ხელში მეჭირა. ემოციები ვერ დამალეს ნამდვილად, ძალიან დიდი სიხარული იყო მათთვის. დიდი ხანი ამაზე ოცნებობა, იმიტომ რომ მქონდა ნათქვამი, რომ ესე როდესმე მივიღებთ ჩვენს კუთხეს, ჩვენს სახლს და რა თქმა უნდა უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ რომელი სად იქნება, აქ რას გააკეთებენ, იქ რას იზამენ. პირველებმა სახლის ნახვა ბავშვებმა მოისურვეს, ალბათ ამ დღეს ვერასდროს დაივიწყებენ. სწორედ აქ დაიწყება ცხოვრების ის ახალი ეტაპი, სადაც სიტყვა საკუთარი სახლი პატარებისთვისაც პირველად ნამდვილ მნიშვნელობას შეიძენს. ემოციები ყველაზე უკეთ ამ პატარების თვალებში იკითხება. ცნობის მოყვარეობა, სიხარული და ბედნიერება. სულ მოუთქმელად გამალებით გადიან დერეფანს ერთად. თითოეული წამი თითქოს საუკუნეს გავს და აი ისიც, საკუთარი ბინის გარი, რომელსაც წლები ელოდნენ. თანამედროვე სტანდარტების სრულად გარემონტებულ ბინებს საკუთარი გემოვნებით მოაწყობენ. ბავშვები საკუთარ ოთახებს ეძებენ და იციან, რომ მალე მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ამ დღეს 720 დევნილი ოჯახის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დევნილებს ქუთაისში ნიკიას ქუჩაზე საზეიმო ვითარებაში გადასცა სახლის გასაღები. შემდეგ მათთან ერთად დაათვალიერეს ბინები და პირველებმა მიუღწეს ოცნების ასრულება.
ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი სწორედ ეს იყო. ყველა დევნილი ოჯახი იმედიანად უნდა იყოს, რადგან ფაქტები მხოლოდ ერთს მოწმობს. თუ 2012 წლამდე არ არსებობდა რაიმე წესი და ძალის გამოყენებით ყრიდნენ დევნილებს დაკავებული ფართებიდან, იძულებით ასახლებდნენ სტანდარტებს შეუსაბამო ბინებში და ყოფილა შემთხვევები, როცა ეს ფართი სულ რაღაც 9 ან 10 კვადრატული მეტრი იყო. ეს რეალობა რადიკალურად საპირისპიროა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს სახელმწიფო თანამედროვე სტანდარტების შესაფერეს სახლებს გადასცემს სრული რემონტით და კეთილმოწყობილ გარემოში. ამასთან ჯანდაცვის სამინისტროს აქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სარგებლობენ. ეს არ არის ამბავი, რომელიც უბრალოდ ამ ფანჯრებში სინათლე აინთება და ეს სასიხარულო ამბავი თითოეული ოჯახის ბედნიერებასთან ერთად ეს არის, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მაჩვენებელი იმისა, თუ რაოდენ დიდია ხელისუფლების დაინტერესება საიმისოთ, რომ თითოეული დევნილისთვის, ვიდრე არ იქნება აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომ თითოეული მათგანისთვის იყოს ღირსეული ყოფაცხოვრება უზრუნველყოფილიყო. არაერთი სოციალური პროგრამა აქ მხედველობაში მისაღები, რომლითაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ განვითარებაში დევნილ მოსახლეობას. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ხელისუფლების ასეთი შემოტრიალება 2012 წლის შემდგომ იმისთვის, რომ თითოეული დევნილის სასარგებლოდ საქმე გაკეთდეს, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ეს განაპირობებს იმასაც, რომ თითოეულ დევნილს აქვს რა თქმა უნდა განწყობა, რომ მათი პრობლემა გადაიჭრება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სწორ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბიუჯეტი თითქმის 10-ჯერ 25 მილიონიდან 240 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არა სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს. იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ქონდა არავითარი ფასი, ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და დღეს ხელისუფლების პირობებში ადამიანი არის მთავარი სრულის საგანი და ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. ის დამოკიდებულება, რაც ახსენე, აისახებოდა დევნილების მიმართ მიდგომასაც და დღეს რაც არის დამოკიდებულება, ეს ახალი დამოკიდებულებაც სათანადოდ აისახება მიდგომებზე დევნილების მიმართ და ზრუნვაზე. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ეს არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია, რა თქმა უნდა, დაბრუნება აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ყველას მინდა გისურვოთ საბოლოოდ აფხაზეთში დაბრუნება და იქ ბედნიერად ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად. ერთდროულად 5 ქალაქში, გარდა ქუთაისისა, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში და ბორჯომში 1000-ობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჩამორი ბიუჯეტი შეადგენს 600 მილიონ ლარს და მეთანხმებით, რომ უპრეცედენტო თანხები ხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის გადაცემა. 2012 წლიდან ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პირობებში დაიხურა საფრთხის შემცველი და ავარიული 300-მდე შენობა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ. ახალი საცხოვრებელი ქვეყნის მასშტაბით 39,000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. მათ შორის პროგრამის სახლი სოფლად ფარგლებში სახელმწიფომ კერძო სახლი 12,000 დევნილი ოჯახისთვის შეიძინა.